გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. დღევანდელი ეპიზოდი შეეხება ამბიციას, ლიდერობას და პიროვნულ განვითარებას. ჩემი სტუმარი წარმატებული ქალია კაცებით დომინირებულ ბიზნესში. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ნამდვილი წარმატება. რა უშლით ადამიანებს ხელს მიზნების მიღწევაში. როგორ შევძლოთ დავრჩეთ ერთგული ჩვენი ღირებულებების და რატომ არის სწორი კითხვები უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სწორი პასუხები. სანამ ჩემს სტუმარს წარმოგიდგენთ, მინდა გთხოვოთ, რომ თუ მოგწონთ სალომე კასრაძის პოდკასტები, გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ეს არხი. ასე თქვენ ყველაზე სწრაფად დაუჭერთ მხარს ამ პოდკასტს, რომ განვითარდეს და იყოს უფრო უკეთესი. ასევე მოიწონეთ ეს ვიდეო, ეს ეპიზოდი თუ თქვენთვის საინტერესო იქნება და დაგვიტოვეთ კომენტარები. ჩემი სტუდიის გაფორმებაზე ზრუნავს ავეჯის სახლი ლაქშერი, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის ხეივნის 24 ნომერში, სადაც დაგხვდებათ დიდი შოურუმი სხვადასხვა ქვეყნის ავეჯით წარმოდგენილი. უფრო მეტ დეტალებს, რა თქმა უნდა, ნახავთ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს ტრადიციულად პოდკასტ არეაში. და ახლა კი უნდა წარმოგიდგინოთ ჩემი სტუმარი. კლინიკა კანი ესთეტიკის და ბიუთი სტუდიო ბაიკანის დამფუძნებელი მაიკო წურწუმია, რომელიც ასევე ასწავლის უნივერსიტეტში, არის ასოცირებული პროფესორი და ძალიან აქტიური ქალი. დღეს ვისაუბრებთ გარდა იმ თემებისა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, იმაზე თუ როგორ ახერხებს მაიკო დააბალანსოს მისი მრავალი როლი. ეს არის წარმატებული ქალის როლი, პროფესორის, მეუღლის, სამი შვილის დედის ამასთან ერთად, რაც ჩემგან დიდი კომპლიმენტი მაიკო შენ და ასევე იმაზე ვისაუბრებს თუ როგორ შეძლო მაიკომ და პიროვნული განვითარება აქცია მთავარია რაღაც საკუთარი წარმატების გზაზე, როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში. მაიკო, მოგესალმები. დიდი მადლობა, რომ დღეს ხარ ჩემი სტუმარი და ჩვენს მაყურებელს ქალებს განსაკუთრებით გაუზიარებ შენს ხედვებს, შენს აზრებს, შენს გამოცდილებას და მოდი დავიწყოთ იმ უმნიშვნელოვანესი თემით, რასაც ქვია კლინიკის დამფუძნებლობა, დირექტორობა და ლიდერობა. როგორ დაიწყო შენი გზა, საერთოდ რატომ აარჩიე ეს სფერო, ესთეტიკის და სილამაზის სფერო და რას ნიშნავს შენთვის სილამაზე? მოგესალმები სალომე, მადლობა მოწვევისთვის. ჩემი მონაწილეობა ბიზნესში დაიწყო საოჯახო პროექტით, ეს იყო საერთო საქმე ჩემს მეუღლესთან ერთად, თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა სილამაზის სფერო, ბიუთი ინდუსტრიით ვარ გატაცებული და მინდოდა მქონოდა ესეთი ჩემი სილამაზის ცენტრი. მუდმივად ვეცნობოდი სიახლეებს ამ მიმართულებით. გულწრფელად რო გითხრა, სილამაზე არ არის ჩემთვის მხოლოდ გარეგნობა. ეს არის უფრო შინაგანი განწყობა, ენერგია, სადაც ქალი ბუნებრივად იხსნება, თავს გრძნობს, ღირებულად გამოხატავს საკუთარ თავს. როდესაც საკუთარ თავზე ზრუნვა ხდება არა დეფიციტიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი თავის სიყვარულით, პატივისცემით. როდესაც ამას აკეთებ არა იმიტომ, რომ რაღაც მაკლია, რაღაც მინდა გამოვასწორო, ან არ ვარ ლამაზი, არამედ იმიტომ, რომ მიყვარს საკუთარი თავი, თავს მნიშვნელოვნად ვგრძნობ და მინდა რომ უკეთესად ვიგრძნო თავი. ანუ ეს არის დეფიციტური აზროვნება, ხო, რომ მე რაღაც არ მაქვს ისე როგორც საჭიროა და მინდა რომ ეს შევივსო. კი, ცხოვრების ძალიან ბევრ სფეროს შეიძლება ეს მოვარგოთ და ნებისმიერ სფეროში, როდესაც დეფიციტიდან გამომდინარე მოქმედებთ, შედეგები ბევრად უფრო უარესია და შეიძლება დავრჩეთ ამ მდგომარეობაში, ვიდრე როდესაც სიყვარულით, ოპტიმიზმით და პოზიტიური განწყობით მოქმედებ. და რა იყო თქვენი მთავარი მიზანი, როდესაც აფუძნებდით კანი ესთეტიკს? თავიდან ყველაფერი დაიწყო ინტუიციით, აი ვგრძნობდი რომ ეს არის ჩემი. თუმცა ბიზნესში რომ მიაღწიო შედეგებს, საჭიროა სტრატეგია. უნდა აწყო გუნდი, ჩამოაყალიბო სტანდარტები, შეინარჩუნო ხარისხი, აწყო პროცესი, ზოგადად კომუნიკაციის სისტემა. და თუ უსმენ გუნდს, ენდობი გუნდს, უსმენ მომხმარებელს და ხარ მოქნილი, ზრდას აუცილებლად მიაღწევ. დღეს მომხმარებლებს ვთავაზობთ ფართო სპექტრის მომსახურებას, რაც ეხება ინექციურ და აპარატურულ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს. მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ როგორც სახის და სხეულის მოვლის პროცედურები,
ასევე შეუძლიათ გარეგნობაში პატარა კორექტივების შეტანა. ხო, სხვათა შორის მე ვარ თქვენი მომხმარებელი, თუ არ იცის მაყურებელმა, ამას ძირითადად ვაზიარებ ხოლმე Instagram-ზე. ჩემს Instagram-ზე ნახავთ თავის მოვლის, თვითზრუნვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მოკლედ, ჩემს დეტალებს, ჩემი ცხოვრების და ყოველდღიურობის დეტალებს და რამდენჯერმე გავაზიარე თქვენთან სტუმრობა, გავაზიარე კავიტაცია, გავიკეთე, კი მითხრეს, რომ შენო სად გაკოცხიმია, მაგრამ იცი რა არის, მე მაინც ეს ჩემთვის არის რიტუალი. როდესაც ჩემ თავს ვუვლი, რაღაცა რიტუალივით მაქვს, რომ მე მსიამოვნებს ეს თვითზრუნვა და ასე შემდეგ. რაც მთავარია თქვენთან რომ ვიყავი კლინიკაში, ეს თავის მოვლის პროცედურები ხო დავასრულე და ახლა ხანს გახსენით სალონი. და იქვე იმ სივრცეში მქონდა საშუალება, რომ ჩავსულიყავი ქვედა სართულზე და იქ დავხვდა ჩვეულებრივი ესეთი სრულყოფილი სალონი. და ძალიან კაი ვარცნულობა გამიკეთე სხვათა შორის. ეს სიახლეა ხო თქვენთან? კი, და ძალიან ბევრი მომხმარებელი აღნიშნავს ამას, რომ ძალიან დიდი კომფორტია მათთვის, რომ აი ერთ სივრცეში შეუძლიათ ყველა ამ მომსახურების მიღება. ძალიან კომფორტულია დღეს, ყველა გადარბენაზე რო ვართ, ამ ხელსაცოვებში აქეთ-იქით სიარული რო არ შეგვიძლია, ნუ ეს ძალიან კომფორტულია. მაგრამ მე მაინც უფრო მაინტერესებს შენი როგორც წარმატებული ქალის ისტორია და გამოცდილება და თუ შეგიძლია ახლა რომ მოგვიყვე, აი როგორ მართავ შენს კომპანიას? აი რა არის შენი მთავარი მიდგომები? ეს კი ახსენე რომ გუნდის ჩამოყალიბება უნდა ენდო გუნდს, მაგრამ აი უფრო სიღრმისეულად რო ჩავიდეთ თუ შეგიძლია. აი როგორი ურთიერთობა გაქვს შენს თანამშრომლებთან და რა არის შენი მთავარი აი პრინციპები? ბევრ მიდგომას ვიყენებ, ძალიან ბევრი პროგრამა გავიარე ლიდერობის, მენეჯმენტის მიმართულებით. თუმცა ბოლო დროს ძალიან მომწონს კოუჩინგური მიდგომები მმართველობაში, ორგანიზაციაში, როდესაც თვითონ სვამ ღია კითხვებს, ესე ვთქვათ, და აძლევს სივრცეს თანამშრომლებს ინიციატივისთვის, აზროვნებისთვის და როდესაც გრძნობენ ისინი ცნობას, მეტი პასუხისმგებლობა უჩნდებათ, მეტი მოტივაცია უჩნდებათ და გაცილებით უფრო ჩართულები არიან პროცესში, გაცილებით უფრო პროდუქტიულები არიან. და ღია კითხვებში რას გულისხმობ? ყველა კითხვა, მე ვფიქრობ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი ადამიანს აქვს უკვე შიგნით, მაგრამ ზოგჯერ არის, რომ ამას ვერ გამოხატავს, გარკვეული შიშები უშლის ხელს და აი ელემენტარულად, როდესაც ეკითხები არ იცის რა გააკეთოს და ეკითხები, რომ შენ რას ფიქრობ, რა ვარიანტები გაქვს და მაშინვეც შეიძლება გიპასუხოს. უბრალოდ მას სჭირდებოდა სივრცე მხარდაჭერისთვის. ანუ როცა რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა ყოფილიყო, რაღაც თქვათ შეცდომა დაუშვა, ან რაღაც შეეშალა, ან ის შედეგი ვერ მიიღეთ. კი, თუნდაც აი უკავშირის მიცემის დროს, უკავშირის გაკეთების დროს, როდესაც თვითონ ქცევაზე აკეთებ აქცენტს და აი თქვათ ელემენტარული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შეცდომა ახსენე და როდესაც ეუბნები, რომ დაგვიანდა ვთქვათ, რაღაც ამოცანის შესრულება და ამან სხვა პროცესებზეც მოახდინა ზეგავლენა. და შენ რას ფიქრობ, რატო მოხდა ესე და რა შეგიძლია გააკეთო, რომ შემდგომში ესე აღარ მოხდეს. ამ დროს ის უკვე ფიქრობს, თავის თავზე გადააქვს ფოკუსი და უკვე ფიქრობს, აქვს სივრცე იმისთვის, რომ რა გამოასწოროს თვითონ, მაგრამ თუ ეუბნები, რომ შენ რაღაც ვერ გააკეთე, ყოველთვის ესე გამოგდის, ამ შემთხვევაში ამ ადამიანს თავდაცვის სურვილი უჩნდება, თავდაცვის ინსტინქტი აქვს და თავს იმართლებს, უბრალოდ შედეგს ვერ იღებ. ანუ თუ უკავშირის მიზანი არის, რომ რაღაც გამოვასწოროთ მომავალში, მაშინ ჯობია რომ კონკრეტულ ქცევაზე მიუთითო და ესეთი ღია კითხვები დაუსვა და თუ თქვათ მიზანი არის რომ უბრალოდ შენიშნა მისცე, ეს რა თქმა უნდა არ არის ჩვენი მიზანი. ანუ შენ ყველა ადამიანში ხედავ რაღაც პოტენციალს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გუნდში ხედავდე ადამიანებს და არა მხოლოდ ფუნქციას. იმიტომ რომ შედეგს ქმნიან ადამიანები. რა თქმა უნდა ყველას არ აქვს მზაობა რომ გამოიჩინოს ინიციატივა, ამას სჭირდება ზრდასრულობა, სურვილი და ასე შემდეგ. თუმცა როდესაც ამას წაახალისებ და ესეთ სივრცეს ქმნი გარშემო ზრდისთვის, განვითარებისთვის, აუცილებლად
გუნდშიც ისეთი ადამიანები გეყოლება შემოკრებილი, რომელსაც დამატებით გარე მოტივაცია არ ჭირდება. და მთელ მსოფლიოშია ზოგადად ეხა ეს ტენდენცია, რომ ლიდერები, მენეჯერები არიან ლიდერები, რომლებიც არიან გუნდის მხარდამჭერები, რომლებიც ხელს უწყობენ გუნდს ზრდაში, განვითარებაში ეხმარებიან. აი შემიძლია გავიხსენო Google-ის პროექტი, Oxygen პროექტი, რომელიც 10 წლის წინ დაიწყო და სადაც უნდა გამოევლინათ ყველაზე ეფექტური ლიდერები, მენეჯერები. რამდენიმე კრიტერიუმით აფასებდნენ, ეს იყო თანამშრომელთა პროდუქტიულობა, კმაყოფილება და ნაკადი, მომხმარებლების ნაკადი. და საბოლოო ჯამში მივიდნენ იმ შედეგამდე, რომ ყველაზე ეფექტური იყო ის ლიდერი, რომლებიც კოუჩინგურ მიდგომებს ნერგავდნენ თავიანთ მმართველობაში და ეს სხვა კომპანიებშიც, დიდ კომპანიებშიც საკმაოდ აქტიურად არის დანერგილი. იგივე Microsoft-ი შეგვიძლია ვახსენოთ სატია ნადელას CEO-ად გახდომის შემდგომ, აქაც პრიორიტეტი ენიჭება ლიდერებს, რომლებიც ეხმარებიან გუნდს. აი საიმონ სინეკის სიტყვებია, რომ ყველაზე კარგი ის ლიდერი კი არ არის, ვინც თვითონ ჭრის ყველა პრობლემას, არამედ ვინც ქმნის სივრცეს, სადაც პრობლემები გუნდურად იჭრება. ესე იგი, კოუჩინგური მიდგომა ახსენე შენ. ანუ შენ თვითონ ხო უწევ კონსულტაციას სხვებსაც ბიზნესში, ქალებს, ხო? სესიებსაც, დიახ. ქალებისთვის ძირითადად? ძირითადად ქალებისთვის. ხო, აი რა ჭირდებათ ქალებს დღეს შენი აზრით ყველაზე მეტად? აი რა ჭირდებათ მხარდაჭერა? ქალებს ძირითადად ჭირდებათ რომ გაიხსნან საკუთარ თავში იყვნენ დარწმუნებულები, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ეს სტერეოტიპები ყალიბდებოდა, რწმენა წარმოდგენები, რომ ქალები იყვნენ შეზღუდულები, არ ქონდათ შესაძლებლობა, რომ თავის პოტენციალი გამოევლინათ, ხო? ამ ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე, ხო? და ეს ბარიერები ესე უკვალოდ არ ქრება, ხო? რომელიც შეიძლება არ ჩანდეს, ესე თვალნათლივი არ იყოს და თქვა კანონმდებლობის დონეზე რა თქმა უნდა არ გვაქვს არანაირი ბარიერი, რომ ქალები თუნდაც ჩართული იყვნენ ბიზნესში ან თანაბარი უფლებები აქვთ, თანაბარი უფლებები ქონდეთ, თუმცა არსებობს ესეთი უხილავი ბარიერები, შუშის ჭერსაც უწოდებენ ამას, შუშის ჭერი? დიახ, მეტაფორულად, რომელიც ქალებს ხელს უშლის კარიერულ წინსვლაში, პიროვნულ განვითარებაში და ასე შემდეგ. ანუ შუშის ჭერი რა შინაარს ინახავს? ანუ ეს არის უხილავი ბარიერი, რომელსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ სინამდვილეში არის წინაღობა. შუშის ჭერი არ არის მართლაც ჭერში და სადღაც სხვაგან. ეს არის შიგნით და არსებობს შემზღუდავი რწმენა წარმოდგენების სახით. და ეს არა მარტო ქალებს, რა თქმა უნდა, კაცებსაც შეიძლება თანაბრად ქონდეთ. უბრალოდ ქალები ამ მხრივ უფრო მოწყვლადები არიან. ანუ კარგად რომ გამარტოთ, ესე იგი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ეს შუშის ჭერის მაგალითი, იმიტომ რომ თქვათ შუში ჭერს ვხედავ, მაგრამ მანამდე არის რაღაცა შუშის, რასაც არ მივყავარ იმ ჭერამდე. სინამდვილეში უხილავია და იქამდე ვერ მივდივარ მიზნამდე. მის იქით ვეღარ მივდივარ, ბარიერს მიქნის. ეს არის გარკვეული ეს, რომელიც შიგნით არის, ადამიანის შიგნით, აზროვნებაში. აი რა შეიძლება იყოს ესენი, თქვათ, ქალი სუსტია, ქალი ემოციურია, აი ეგეთებია ეს ბარიერები. ძირითადად თქვათ, არ ვარ საკმარისად კარგი ადამიანი. თანაბრად შეიძლება როგორც ქალებს, ასევე კაცებს ქონდეთ, თუმცა როგორც თქვით, ქალები უფრო მოწყვლადი შეიძლება იყოს ამ მიმართულებით. რომელიც ბავშვობაში ყალიბდება ძირითადად, როდესაც, ბავშვის ფსიქიკას არ აქვს ფილტრი და რასაც 5 წლამდე განსაკუთრებით, რასაც ეუბნებიან, ილექებს, ესე ისრუტავს. ამიტომ მის მთელ ცხოვრებაზე და ბედზე გავლენას ახდენს, ესე ვთქვათ, უხილავი ფილტრის როლს ასრულებს ეს რწმენა წარმოდგენები, რომელიც მთელ მის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, თუმცა კარგი ამბავი აქ ის არის, რომ შეცვლა შეიძლება, გადაპროგრამირება შეიძლება, ხო? როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ მე არ ვარ საკმარისად კარგი, შინაგანად ფიქრობს, ეს გაცნობიერებული შეიძლება ესე არც ქონდეს. შინაგანად ფიქრობს და იწყებს პროკრასტინაციას, გადადებას საქმეების, მუდმივად მზადებაში. აი, ქონია შემთხვევა, რომ ადამიანები, რომლებიც მუდმივად რაღაც ახალ კურსებს იწყებენ, ახალ ინსტიტუტში აბარებენ
იღებენ ხელახლას. რა თქმა უნდა, კარგია სწავლა, მაგრამ ამას არ ნერგავენ პრაქტიკაში. ეს არის სუდი. გეგმავენ ამას, მაგრამ არ ასრულებენ. მზადების პროცესში არის, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ჯერ არ არის საკმარისად კარგი, უნდა მოემზადოს, ხო? ანუ ეს იგივე აი ამ პერფექციონიზმის პრობლემაა. ანუ ეს ყველაფერზე ვრცელდება. იგივე ორშაბათიდან დავიწყებ ვარჯიშს. იგივე, აი მე ვიზავ, მე ვიპოვი უკეთეს სამსახურს. ანუ ყველაფერს გადადებს, იმიტომ რომ გონია, რომ ჯერ ამისთვის მზად არ არის, ხო, მზადების პროცესში. ანუ როგორც ამბობენ, სიზარმაცე არ არსებობს, ეს არის მოტივაციის ნაკლებობა, ან გარკვეული ეს შეზღუდვები, ბარიერები, რომელიც ადამიანს შინაგანად აქვს. აი ძალიან გავრცელებული ბარიერები არსებობს, მაგალითად ჩვენ ქვეყანაში და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგალითად ფულის შესახებ. მაგალითად რომ ფული არის ხელის ჭუჭყი, რომ ფული აფუჭებს ადამიანს. და ქვეცნობიერი ესე ვთქვათ, არ გიშვებს, რომ ადვილად გამოიმუშავო ფული. ან ვთქვათ, ფული რთული შრომით მოიპოვება და ასე შემდეგ ეს ასე ვთქვათ, უხილავი პროგრამების სახით მოქმედებს ადამიანზე და შემდეგ ადამიანი ვერ ამჩნევს შესაძლებლობებს. და საინტერესო. ვთქვათ, რთული გზების პოვნას, ან თუ ფიქრობს, რომ ის გახდება ცუდი ადამიანი თუ ბევრ ფულს გამოიმუშავებს, თავს არიდებს ამას ქვეცნობიერად, თუმცა გაცნობიერებულად შეიძლება უნდოდეს. სინამდვილეში ადამიანს აქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს. აი ძალიან მომწონს მე სხვათა შორის კოუჩინგის ერთ-ერთი პოპულარული სკოლასაც მისი სახელი ქვია მილტონერიქსონი, რომელიც არის მე-20 საუკუნის დასაწყისის ცნობილი ფსიქოთერაპევტი და მოკლე დროში განკურნების საოცარი შედეგები ჰქონდა და მას აქვს ესეთი ფრაზა, რომ ყველა სურვილი და ვნება, რომელიც ადამიანში ჩნდება, მას აქვს უნარი მისი მიღწევისაც. ყველა რესურსი აქვს. აი მეტაფორულად რო წარმოიდგინოთ, რკო. ყველა რკოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს დიდი მუხა, მაგრამ ამისთვის მას სჭირდება შესაბამისი პირობები, საკვები, სინათლე, გარემო ფაქტორები, ხო? მაგრამ ვიცით, რომ ყველა რკო ვერ გახდება მუხა. და რა უნდა მოხდეს? ისევე როგორც ყველა ადამიანში არის პოტენციალი, მაგრამ როგორ შეგვიძლია გავხდეთ ის, ვინც შეგვიძლია რომ ვიყოთ? ეს არის მთავარი კითხვა და აი ზუსტად კოუჩი, ფსიქოლოგი გვეხმარება იმაში, რომ ეს პოტენციალი გამოვლინდეს, ხო? და განვახორციელოთ, რეალიზებული ვიყოთ. როდესაც ესე არ ხდება, ადამიანს შინაგანად მერე აქვს მუდმივად დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, აი ეს შეგრძნება რომ მეტი შეუძლია, არ აქვს სისავსის და საზრისის შეგრძნება. განცდა. ისე საინტერესოა, ეხა კოუჩინგზე მე ცალკე კარგად დეტალურად კითხავ, აი ფულის მაგალითი რო ახსენე, მე მგონია რომ მან ქალებში არის კიდე რაღაც სხვა ბლოკები გავრცელებული, რომ თითქოს ქალი და ფული რაღაცა აი უხერხული წარმოსადგენია ერთად, რომ თითქოს ქალი ამაზე უფრო მაღლა დგას. აი ეს სულიერებასთანაც იყო დაკავშირებული, რომ თითქოს თუ ბევრი ფული გაქვს, ეს რაღაცა შეიძლება მორალთან არ იყოს დაკავშირებული. ნუ ეს ვითარებიდან გამომდინარე. ხო, რა უცნაური. აი მე შევხედრი ვარ კავშირის პერიოდში ამას მაკედან ხო, ალბათ. მიზანმიმართულად იყო ეს პროპაგანდა ასე. ქალების მიმართ არის ხშირად, რომ ქალი ესე ვთქვათ ბიზნესის ნიჭი არ აქვს, შეიძლება ყოფილიყო ესეთი სტერეოტიპი, თუმცა დღესდღეობით ძალიან მიხარია, რომ ბევრი ქალი იკავებს ლიდერულ პოზიციებს და იცვლება ეს ტენდენცია. და შენ ეს ბარიერები განგიცდია შენი კარიერული გზის განმავლობაში, აი რომ აი შენ გიგრძნია, რომ შენზე ესე უფიქრიათ, რომ აი ეს ვერ შეძლებს, ქალია, გაუჭირდება ან ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ზოგადად ეს განწყობა არსებობს საზოგადოებაში და ზოგჯერ არის, რომ იგივე ვთქვათ, კაცებთან მოლაპარაკების დროს შეიძლება პირდაპირ არ გითხრან, მაგრამ ეს ჩვენი სხეული ყველაფრის ტრანსლირებას ახდენს, რასაც შინაგანად ფიქრობთ და გრძნობთ, მაგრამ როდესაც შედიხარ კომუნიკაციაში და
აჩვენებ, რომ შეგიძლია შედეგების მიღწევა, იცვლება ეს და დღესდღეობით მაინც იცვლება ეს ტენდენცია და ისე აღარ არის. და შენთვის აი ძლიერი ქალი როგორი ქალია? აი ხო არსებობს ამის სტერეოტიპებიც, რომ აი აუცილებლად კაცს უნდა დაემსგავსო, რომ აი ხმამაღლა ილაპარაკო, რაღაც კაცივით სიძლიერე გამოაჩინო და გამოავლინო, თორე ისე არ მოგისმენენ. კი, ესე არის და ძალიან ბევრი ქალი, ლიდერი ემსგავსება, ისე ვთქვათ, ჩაცმის სტილით, ქცევით ზოგჯერ, ესეც ქვეცნობიერად ხდება, რომ სხვანაირად ვერ აღიქვამს საკუთარ თავს როგორც ლიდერს და დღესდღეობითაც საზოგადოებაში ძალიან დიდი ზეწოლა ქალების მიმართ მოლოდინი. აი სოციალურ ქსელებში ხშირად ვხედავთ ქალებს, რომლებიც, რა ვიცი, შვილებს ზრდიან, დროს ატარებენ, მათთან აქვთ ბიზნესი, კარგათაც გამოიყურებიან, მოგზაურობენ, წიგნებს კითხულობენ და ამას უყურებ და ფიქრობ, რომ აი რა ხდება, მე რატომ ვერ ვასწრებ ამდენ რამეს, ხო და არასრულფასოვნების განცდა უჩნდება ბევრ ქალს. მაგრამ ეს არის ილუზია, ხო, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, რისი თქმა მინდა, ჩემი აზრით ესეთი ქალი არ არის ძლიერი. ჩემი აზრით ძლიერი ქალი არის ის, ვინც თავის წესებით ცხოვრობს და არ ემორჩილება, ესე ვთქვათ, საზოგადოებრივ მოლოდინებს. ვიცი ქალები, რომლებიც თითქოს გარეგნულად წარმატებულები არიან, მაგრამ ერთი დღეც შეიძლება არ უცხოვრია ისე, როგორც თვითონ უნდა. ხო და ეს ჩემი აზრით ნამდვილი უბედურებაა. ხო. შეიძლება ბუხიხმით ლაპარაკობდეს რაღაცა მუშტით და იმით საუბრობდეს საქმეში და ასე აღწევდეს წარმატებას, მაგრამ ხო, შეიძლება სიძლიერე ეს იყოს მოჩვენებითი და ესეც არის კომპენსატორული ქცევა, ჩემი აზრით. ძლიერი ქალის გვერდით პირიქით შენ თვითონაც ძლიერდები და როდესაც ადამიანი თავდაჯერებულია, სხვებსაც თავდაჯერებულობას აძლევს, თავდაჯერებულობას გასცემს, ანუ რაც შიგნით აქვს, იმას აზიარებს და როდესაც პირიქით, თქვათ, არა ნაკლებ თავდაჯერებულია, ეშინია, როგორ აღიქვამენ, ამაზეა ფოკუსირებული, მაშინ ცდილობს, რომ აი როგორც თქვით, მუშტით და ცოტა ხმამაღალი ხმით აჩვენოს ეს თავისი სიძლიერე, რომელიც სინამდვილეში არ არის სიძლიერე და ჩემთვის ძლიერი ქალი, როგორც გითხარი, ის არის, რომ ვისაც შეუძლია სინამდვილეში, რაც უნდა, ეს გამოავლინოს და ამით იცხოვროს. ხო, აი ისტორიული მაგალითი გამახსენდა, ფრიდა კალო, რომელსაც ძალიან მძიმე ცხოვრება გამოიარა და როდესაც ხატავდა, ეუბნებოდნენ, რომ ეს არ არის ქალის საქმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის აგრძელებდა იმას, რაც უნდოდა. ხო, ოპრა უინფრი, რომელსაც ასევე მძიმე ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ძალიან მომწონს მისი ეს ფრაზა, რომ მე ის არ ვარ, ვინც რაც დამემართა, არამედ ის ვარ, ვისაც ვირჩევ, რომ ვიყო. აი ეს არის ნამდვილი სიძლიერე, როდესაც მიუხედავად განსჯებისა საზოგადოებაში, მიუხედავად გარკვეული მოლოდინებისა, შენ შეგიძლია აკეთო ის, რაც გინდა და იცხოვრო შენი წესებით. ეს არის სინამდვილეში ჩემთვის სიძლიერე და ნებისმიერი შეიძლება იყოს ძლიერი. ამ თვალსაზრისით. ნებისმიერი არ არის ეს დამოკიდებული ამ გარეგან შედეგებზე მხოლოდ. თუმცა მე ეს გარეგანშიც გამოიხატება. ზუსტად, აი როგორიც შინაგანად ხარ ამას რო ასხივებ და არ გაქვს არანაირი შეზღუდვები, მე მოწონხარ. აი თითქოს ხალხში აღრთოვანებას იწვევ და აი ის ბლოკი და ის რაღაც სადარდებელი ხშირად რო აქვთ ქალებს, რომ როგორ გამოჩნდები სხვებში, აბა თუ აღმიქვავენ როგორც ავტორიტეტს, თუ მომისმენენ, თუ გაითვალისწინებენ. აი მე ეს ყველაფერი იხსნება, ასე მგონია, იმიტომ რომ აი ეს ავთენტურობა, ეს ბუნებრიობა, გულწრფელობა არის ყველაზე დიდი იარაღი, ესე მგონია. გეთანხმები აბსოლუტურად. მეც მჯერა, რომ რაც შინაგან მდგომარეობა როგორიც არის ადამიანის, ის შემდეგ მატერიალიზდება გარეგანში, ხო? ისე შენ ხარ ძალიან ისეთი ფემინური, ნაზი, რაღაც ისეთი ლიდერი, ანუ ქალური ლიდერი. ყოველთვის ასეთი იყავი? კი, ყოველთვის ასეთი ვიყავი. და ნუ სფეროს ფაქტურად ბიზნესში ეს მაქვს არჩეული სილამაზე, თუმცა როგორც გითხარი, ჩემთვის ეს არის უფრო ეს შინაგანი განწყობა, საკუთარი თავის გამოხატვა, ალბათ გინახავს ქალი ზოგჯერ შეიძლება იმ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდეს ზუსტად როგორიც არის საზოგადოებაში, მაგრამ შემოდის და უკვე გრძნობ, რომ შარმი აქვს, უკვე გრძნობ, რომ ქარიზმა აქვს და ადამიანები
ისით აღფრთოვანებულები არიან. ეს გაცილებით მეტი სილამაზია, ვიდრე რაღაც ცხვირის ფორმა, ან ყვრიმალების და ასე შემდეგ. და ეს არის რომ მიიღო საკუთარი თავი, გაცნობიერებული აქვს საკუთარი ძლიერი მხარეები და საკუთარი ჩრდილებიც მიღებული აქვს. ხო, ჩემთვის ამას ნიშნავს. ჩრდილების მიღება პირველ რიგში დანახვა და მე მიღება არის მთავარი. არის ესეთი მიდგომა, რომ აი ადრე თითქოს იგივე მენეჯმენტშიც იყო დამოკიდებულება, რომ აქცენტი იყო გადატანილი სუსტ მხარეებზე, ანუ რა იყო გამოსასწორებელი, შეცდომებზე ხდებოდა ფოკუსი. და დღეს უფრო მეტად პოპულარულია ესეთი მიდგომა, რომ ვაკვირდები რა არის ჩემი ძლიერი მხარე, ან რა არის ჩემი თანამშრომლის ძლიერი მხარე და მის განვითარებაზე ვზრუნავ. ანუ რაც უკეთესად გამოსდის ბუნებრივად ადამიანს იმ დავალებებს ვაძლევ, იმიტომ რომ მასში ბუნებრივად იხსნება და უფრო პროდუქტიული. ანუ საკუთარ თავზეც და სხვებზეც ეს მეთოდი კარგად მუშაობს. მე ეს მეთოდი ძალიან მომწონს. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ აი შეცდომებზე გქონდეს ძირითადად აქცენტი და კარგია რა თქმა უნდა, როდესაც რაღაც წარსულში თუნდაც ნეგატიური გამოცდილება გქონდა, აუცილებლად უნდა გავაანალიზო და გქონდეს ჩემი აზრით თვითრეფლექსია, რომ რა შეიძლება მომავალში გავაკეთო უკეთესად. რა შეიძლება შევცვალო, ხო, გავაანალიზოთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარსულიდან წამოვიღოთ გაკვეთილი და არა ტკივილი. ძალიან ხშირად პირიქით ხდება ხოლმე, რომ მოგვაქვს ტკივილი და გაკვეთილს ვტოვებთ. მაგრამ მეორე მხრივ, ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ წარმატებას დავაკვირდე. რაღაც სიტუაციაში, რომ წარმატებული ვიყავი, კარგად გავაკეთე, რა გავაკეთე ამ დროს, რა იყო ჩემი ალგორითმი, რომ ეს გავაანალიზოთ, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ეს თავდაჯერებაზეც მოქმედებს. ხო, რომ მე აი ის რაც კარგად გამომივიდა, ისევ გავიმეორო, კიდე გავიმეორო და ასე მივახციო წარმატებას. და აი როცა წარმატებაზე ვსაუბრობთ, რა უშლის ადამიანს ყველაზე მეტად მიზნების მიღწევაში? მიზნების მიღწევაში ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჯერ ერთი ვიცოდეთ მიზნების სწორად დასახვის ალგორითმი, ამაზეც ვიტყვი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით არის ის, რომ მიზანი გამომდინარეობდეს ღირებულებიდან. რა არის ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ამ მიზნის იქით? ღირებულება შეიძლება იყოს სიყვარული, სიმშვიდე, ბედნიერება, ოჯახი და ასე შემდეგ, ხო? ძალიან ხშირად ადამიანები ისახავენ მიზნებს და ეს არ არის მათი ნამდვილი მიზანი. აი სწორად რომ ავხსნა, ძალიან ხშირად გამომდინარეობს მაგალითად მშობლების ზეწოლისგან, საზოგადოების მოლოდინისგან, ან რაღაცა სტატუსის მოთხოვნილებისგან, აღიარების მოთხოვნილებისგან. როგორ გავიგო, რომ ეს მიზანი ნამდვილად ჩემი მიზანია? ძალიან ადვილი ტესტი შეიძლება ჩავატაროთ. ამ შემთხვევაში აი დავუსვით საკუთარ თავს კითხვა, რომ თუ ამას ვერავინ ვერ დაინახავს, ვერავინ ვერ გაიგებს, ვერ დავდებ ინსტაგრამზე, სოციალურ ქსელებში, მაინც დავხარჯავდი ძალისხმევას, მაინც გავაკეთებდი ამას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, როდესაც შიგნიდან მომდინარეობს ეს мотиваცია, ხო? რა საინტერესოა. მე მიფიქრია იმაზე, რომ აი მე ამაში არავინ არაფერი ვერ გადამიხადოს, მაინც გავაკეთებდი თუ არა. და რომ მიგრძნია რომ კი გავაკეთებდი, ესე იგი ეს ნამდვილად ჩემი შიდა мотиваცია. ესე იგი ამას არაფრის გამო არ დავიხარჯები ასე და რაღაცის მიღების გამო კი არა, იმიტომ რომ მე მსიამოვნებს. როდესაც შიგნიდან მოდის мотиваცია. და ამაზე არ მიფიქრია, იცი, რომ აი ვინმემ რო არ დამიკრა სტაში, მაინც გავაკეთებდი. ძალიან ხშირად ხო ამ მოთხოვნილებიდან გამომდინარეობს, აღიარების მოთხოვნილებიდან, რაღაცა სტატუსის, მიღწევის, სხვების მოწონების, შექების, შეჯიბრის კი. ვიღაცას ვაჯობე. ესეა, მაშინ ძალიან ადვილად იკარგება мотиваცია და აი შუაგზაზე შეიძლება თუ ტაში არ დაგიკრეს მუდმივად და სიჩუმე იქნა შენს გარშემო, ეს мотиваცია დაგეკარგოს და აღარ გააგრძელოს საქმე.
აქედან ბევრი ბარიერი შეიძლება გაჩნდეს და აქედან შენ გამომდინარე. ღირებულებები ახსენე, ანუ ღირებულებასთან უნდა იყოს თანხვედრაში ჩვენი მიზნები, მაგრამ აი ჩვენ როგორ ვიყოთ მუდმივად თანხვედრაში ჩვენს ღირებულებებთან? აი როგორ არ დავკარგოთ არასდროს აი ეს რომ მე ჩემ ღირებულებასთან ახლოს ვარ. ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ესეც შეიძლება უცებ გამექცეს სადღაც რაღაც სხვა გზაზე წავიდე და მე შუა გზაში გამახსენდეს, რომ ეს არ არის ჩემი ღირებულება. ხო ხდება ასეც? ამას აუცილებლად ვიგრძნობთ. ანუ პირველ რიგში ღირებულება არის ის, რის მიხედვითაც ვიღებ გადაწყვეტილებას. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამაში? ქვეცნობიერად ხდება, მაგრამ თუ ისეთ ქმედებას ვაკეთებთ, რაც ჩვენ ღირებულებებს არ ეთანხმება, მაშინ ადამიანის შინაგან კონფლიქტს განიცდის, ცუდად არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღირებულებების იდენტიფიცირებაც მოხდეთ. ვიცოდეთ რა არის სინამდვილეში ჩვენი ღირებულება. შეიძლება იყოს სიყვარული, სილამაზე, ხო? სიმშვიდე და ასე შემდეგ. ეს რო ვიცოდეთ, ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის. და თუ ამ ღირებულებების თანხვედრაში ვცხოვრობთ, ადამიანი ტკბება, ესე ვთქვათ, ცხოვრებით და ბედნიერია. მაგრამ როდესაც უპირისპირდება და არ არის თავის ღირებულებებთან თანხვედრაში და კონტაქტში იგივე საკუთარ თავთან, მაშინ მუდმივად გრძნობს შფოთს, დაძაბულობას და შინაგან კონფლიქტებს. მაგრამ აქ ხო ძალიან დიდი როლი აქვს თავდაჯერებულობას. მაგალითად, ჩემი ღირებულება შეიძლება არ ემთხვეოდეს იმ წრის ღირებულებას, ანუ წრეში ახლო მეგობრებს არ გულისხმობ, როგორც წესი, მეგობრებთან სწორედ ღირებულებები გვაკავშირებს, ხო? მაგრამ აი იმ სფეროში თუნდაც, აი იმ ხალხის ღირებულებებს არ ემთხვევა ჩემი ღირებულებები. ანუ ამ დროს თავდაჯერებულობა და აი ღრმად დარწმუნებულობა, რწმენა ხო ძალიან დიდ როლს ასრულებს, რომ მე მჯერა იმის, რომ ეს არის ჩემი მთავარი ღირებულება, მე მჯერა აი ამ ფასეულობის და მე არ გავჩერდები, ბოლომდე გავაგრძელებ. შენ შეგიძლია თქვა, რომ აი თქვა თავდაჯერებული ქალი ხარ, ან თუ გქონია რაღაც მერყეობა ამ ხრივ, როგორ გადალახე, შენი გამოცდილება მაინტერესებს. ქალებს ძალიან უჭირთ თავდაჯერებულობის. ეს თავდაჯერებულობა და ჩემთვის არის უფრო კონტექსტური, ანუ თუ ხარ ნაცნობ გარემოში, აკეთებ იმას, რაშიც კომპეტენტური ხარ, რაშიც უკვე გქონდა გარკვეული შედეგები, თავდაჯერებულად გრძნობ თავს. რაღაც ახალს როცა აკეთებ, შეიძლება რომ გარკვეულ შფოთვას შიშს განიცდიდე და ეს არ არის რაღაც სისუსტე, ხო? ჩემი აზრით ეს არის გულწრფელობა. ბუნებრიობა. ბუნებრივია. თუმცა ჩემთვის თავდაჯერებულობა შეიძლება შინაგანი თავდაჯერებულობა არის უფრო ღრმა და უფრო მე ამას ვეძახი თვითღირებულების განცდას, შეიძლება თვითშეფასებაც დაუძახოთ, ხო? თვითღირებულება, რომელიც შიგნიდან გამომდინარეობს და არ არის დამოკიდებული რაღაც მიღწევებზე, რა მაქვს გაკეთებული, რა შედეგებს მივაღწია, არამედ განცდა, რომ მე ყველა შემთხვევაში ღირებული ვარ. ანუ სულ რო არაფერს მივაღწიო, სულ რო არაფერი გამაჩნდეს, მე თვითღირებულების განცდა, ну საკუთარ თავში, საკუთარ თავთან კონტაქტში ყოფნეს. ეს არის ეს კავშირი საკუთარ შინაგან ძალასთან, ესე ვთქვათ, საყრდენთან, რომელიც გაძლევს, ესე ვთქვათ, სიმტკიცის განცდას ცხოვრებაში და თუნდაც თავდაჯერებულობა არ ნიშნავს, რომ არასდროს არაფრის გეშინოდეს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ გეშინია, მაინც აკეთებ და როდესაც ეს შინაგანი თვითღირებულების განცდა გაქვს საკუთარი თავის, ეს უფრო გაცილებით უფრო ადვილია და უფრო მეტი სიმშვიდე გაქვს, ზრდასრულობა გაქვს და გაცილებით უფრო ადვილია. რაც შეეხება აი მეგობრებთან ღირებულებებს, ხო, მეგობრებთან შეიძლება ძალიან კარგია, როცა საერთო ღირებულებები გაკავშირებს, რა თქმა უნდა. თუმცა შეიძლება საერთო თავგადასავლები გაკავშირებდეს, საერთო ამბები გაკავშირებდეს და მაინც თვილი განწყობა გქონდეს სხვა ადამიანების მიმართ. ჩავფიქრდი, ისევ იმ თვითღირებულებაზე ვფიქრობ. ანუ ეგ შენი აზრით თანდაყოლილია თუ გამომუშავებადია? თანდაყოლილი აღმოჩენა ხდება მერე. გარკვეული პერიოდის მერე ხდება ამის აღმოჩენა. ნუ ჩვენ ხო ძირითადად ესე ვთქვათ არ გვესმის, შეიძლება ბავშვობაში გვესმოდა, მაგრამ მერე მშობლებისგან სკოლაში ძალიან ბევრი გვესმის უნდა, ეს უნდა გააკეთო, ესე უნდა მოიქცე და ასე შემდეგ და აღარ უსმენთ საკუთარ თავს, აღარ უსმენთ საკუთარ სხეულს და ესე ვთქვათ კონტაქტის გაწყვეტა ხდება საკუთარ სხეულთან და ეს არის საკუთარ თავთან დაბრუნება. პროცესია, თუმცა ეს არ არის, ესე ვთქვათ, აი უცებ
გამეღვიძა, მივაღწია ამ მდგომარეობას და მუდმივად ესე გრძელდება. ეს არის პროცესი. აი ახლა ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია ეს ფრაზა გამოღვიძება. კი, ხო? გასხივოსნება, გამოღვიძება, ეს გამოფხიზლება. არ ხდება ჩემთვის, რომ აი უცებ მივაღწიე რაღაც მდგომარეობას და ეს პროცესი დადგა და მე არაფერი არ ხდება. ანუ ეს არის პროცესი, რომელიც უნდა გაიარო. მუდმივად ხდება და ყოველ ახალ სიტუაციაში, ახალ როლში შეიძლება ისევ დაუსვა საკუთარ თავს გარკვეული კითხვები, რომ როგორ გრძნობ თავს, ვარ თუ არა თავდაჯერებული, როგორ მაქვს ეს თვითღირებულების განცდა, ხო? ადამიანებს ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე განცდა, რომ აი მივა ფსიქოლოგთან, მივა კოუჩთან და ეს ჯადოსნურ ჯოხს დაადებენ და ყველა მისი პრობლემა ან რაღაც მოგვარდება და წამში შეიცვლება მათი ცხოვრება. მაგრამ ეს არის გზა, პროცესია და ეს გზა არის ჩვენი გასავლელი. თვითონ უნდა გაიარო ეს გზა. და ეს გზა არის უსასრულო. მე თუ მკითხავ, ეს არის სწორედ პიროვნული განვითარების გზა და აი სულ რომ რაღაც ახალს სწავლობ, გაინტერესებს, ინტერესით რო ცხოვრობ, ასე რომ თქვა და სულ გინდა განვითარება, ხო? რომ ერთ ადგილას არ გაჩერდე, არ გაიყინო და განვითარდე. მუდმივი პროცესი. კი, კარგად თქვი, რომ გამოღვიძება ეს არ ხდება ერთ წამში. ჯერ ერთი მანამდე შემზადება უნდა დიდი ხანი და მერე რომ იწყი რომ აი ხო, აი ეს რაღაცა გარდამტეხი წუთი ან დღე არსებობს, რომ აი რაღაცა აი იმ დღეს მივხვდი, რომ შეიძლება რომ ხო, იმ მომენტში რაღაცა გავიაზრე. ხო, აი შენ კითხვებზე მკითხე წინაზე, რომ აი რა ტიპის კითხვები შეიძლება დაუსვა და ერთმა კითხვამაც შეიძლება ამის ინიცირება მოახდინოს, მაგრამ ეს შემდეგ არის პროცესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით აქ არის ის, რომ საკუთარ ცხოვრებაზე აიღო პასუხისგებლობა. აი რას ნიშნავს ეგ? შენ მოდი, შენი განმარტება გითხარი, რას ნიშნავს საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისგებლობის აღება? ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სხერპლის როლში. როდესაც ფიქრობს, რომ არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია გარემოზე, რომ გარემოთია განპირობებული მისი ბედი, ვერ შეცვლის თავის ცხოვრებას და მუდმივად არის გადაბრალების რეჟიმში. აი რა ვიცი, ძალიან ბევრ ადამიანთანაც მისაუბრია, რომელიც რჩევასაც გეკითხება, ხა რჩევის მიცემა მე არ მიყვარს, შეიძლება პრაქტიკა გააზიარო, მაგრამ არ არჩევა. ხო, ხა სხვა თემაზე რო არ გადავიდე, ამაზე აღარ გამამახვილებ ყურადღებას. მაგრამ გეკითხება, რომ აი რა გავაკეთო ესეთ სიტუაციაში ვარ და შეიძლება ძალიან ბევრი შესაძლო ვარიანტი ქონდეს, მაგრამ გამზადებული აქვს პასუხი რატო არ გამოვა. იმიტომ რომ მუდმივად თავის გამართლების რეჟიმშია, ამ როლშია. აი ესე რომ წარმოიდგინო სიტუაცია, რომ მიდიხარ ყოველ დღე კაფეში, უკვეთავ ყავას და მოაქვთ ჩაი, რომელიც ამავე დროს უგემურია, ხო? ჩხუბობ, ეჩხუბები პერსონალს, მაგრამ აგრძელებ იქ სიარულს, ხო? ანუ რის თქმა მინდა ამით, რომ აკეთებ ერთი და იგივეს და სხვა შედეგის მოლოდინი გაქვს. ესე არ ხდება, მაგრამ ერთ დღესაც თუ გააცნობიერებ, რომ შეგიძლია სხვა ადგილას წახვიდე, მაშინ დაიწყება გაცნობიერებული ცხოვრება და იგრძნობ, რომ არჩევანი არის შენზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრანსფორმაციის დასაწყისი და მერე რა თქმა უნდა ეს გზა გრძელდება და მუდმივად მიდის. ჩვენ საზოგადოებაში ზოგადად არის ესე გადამრჩენელი კოლექტიური მოლოდინის კულტურა, ხო, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს, დაგვეხმარება, გიშველოს, გადაგარჩინოს, რა თქმა უნდა, გარშემო არიან კეთილი ადამიანები და დაგეხმარებიან, მაგრამ ესე გადარჩენით ვერავინ ვერ გადაგარჩენს და თუ აი განსაკუთრებით კრიზისის დროს, როცა ამას გააცნობიერებ, არ არის ეს ტრაგედია. პირიქით ეს არის ბედნიერება ჩემი აზრით და შინაგანი თავისუფლება და შანსი რომ დაამყარო საკუთარ ძალასთან კონტაქტი. დასრული ცხოვრება დაიწყო. აი მაშინ იწყებ ნამდვილ ცხოვრებას, მაშინ იწყება ტრანსფორმაცია. ეს არის ჩემთვის პასუხისმგებლობის აღება, რომ მე რა შემიძლია გავაკეთო, მე ჩემზე როგორ არის დამოკიდებული გარემო. ზოგჯერ ფიქრობ, რომ შენზე ბევრი რამე არ არის დამოკიდებული, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ აცნობიერებ შენს ცხოვრებას, რა ხდება შენს გარშემო და უფრო ესეთი დამკვირვებლის პოზიციიდან უყურებ, მაშინ მიხვდები, რომ შენი შინაგანი მდგომარეობით იგივე ბევრ რამეზე შეგიძლია რომ გავლენა მოახდინო. ეხლა იცი რომ გკითხო, ეხლა რაც ვახსენე დასაწყისში, რომ შენ ხარ
ნუ გასაგებია, ლიდერი, დირექტორი, დამფუძნებელი, თან პროფესორი ხარ, კითხულობ ლექციებს, მეუღლე და დედა. ეხლა მოდი გითხარი ამ ყველაფერს, როგორ უთავსებ ერთმანეთს აი ამ გიჟურ რიტმში ცხოვრების, თანამედროვე ცხოვრების. ამის რამე ესეთი ტექნიკა ხო არ გაქვს მიგნებული, ან რამე ესეთი მეთოდი, რომელიც შეიძლება ჩვენს გამოვიყენოთ? სინამდვილეში არ ვცდილობ, რომ ყველაფერი მოვასწრო. ხშირად მეკითხებიან ამ კითხვას მისმევენ, რომ როგორ ასწრებ ამ ყველაფერს. იყო პერიოდი, როდესაც ვცდილობდი, რომ ყველაფერი მომესწრო და შეიძლება ვასწრებდი კიდეც, მაგრამ ესეთი გადატვირთულობის განცდა მქონდა. და ეხლა ვცდილობ, რომ ვიყო ფოკუსირებული იმაზე, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და იმ საკითხებზე, რაც მართლა მოითხოვს ჩემ ჩართულობას. ნუ, რა თქმა უნდა, ტექნიკებზე თუ ვისაუბრებთ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია პრიორიტეტიზაცია, ანუ გამოვყოთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია, ანუ ეიზენჰაუერის მატრიცა ცნობილი, რომ სასწრაფო და მნიშვნელოვანი, არასასწრაფო და მნიშვნელოვანი და თუ თქვათ არც სასწრაფო და არც მნიშვნელოვანი არ არის, ეს შეგვიძლიათ ჩვენი სიიდან ესე ვთქვათ გამოვიცხოთ. ხო, რა თქმა უნდა, ამ მეთოდებსაც ვიყენებთ და time management-ის მეთოდებსაც, თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მაინც ენერგიის კონტროლი. და ნუ მე ჩემი პირადი გამოცდილებით ესე მაქვს დაყოფილი, რომ დილა მაქვს უფრო ესეთი შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სტუდენტებთან ურთიერთობა, შუადღე კომპანიის საქმეები, შეხვედრები, კომუნიკაცია და ნუ საღამოს ვცდილობ, რომ ოჯახს დავისვენო. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ჩამოწერა. ხო, რაღაც საკითხების, რა საკითხებს. გიჟდები წერაზე. ყველაფერი მაქვს ჩამოწერილი. ხო, რა თქმა უნდა, აპლიკაციებსაც ვიყენებ, მაგრამ მე მიზნებს, როდესაც ვწერ ან ამოცანებს, ხელით წერა მიყვარს. და წლის დასაწყისში ვაკეთებ აუცილებლად და მე ყოველთვიურადაც რამდენად შეესაბამება ჩემი ქმედებები ამ ჩემ მიზნებს, რომელიც დავსახე. ანუ შენ ამბობ, რომ ეს პრიორიტეტების დასახვა, მე მგონი მეც იგივეს ვაკეთებ, ესე იგი, ჯერ ვწერ, რა არის ყველაზე აუცილებელი დღეს გასაკეთებელი და ყველაზე რომლის გადადებაც არ შეიძლება. სასწრაფო და მნიშვნელოვანი. აი, სასწრაფო და მნიშვნელოვანი და პირველს იმას ვაკეთებ და როგორც წესი, ყველაზე ხშირად იმას გადავდებთ ხოლმე, რაც ყველაზე სასწრაფო და ყველაზე მნიშვნელოვანია. აი, მანამდე ესე ვიყავი მე, რომ გადავდებდი, მოდი ხვალ ვიზავ, კაი ზეგვიზავ. ნუ ბევრი არაფერი არ ფუჭდებოდა, იმიტომ რომ მე არავიზე არ ვარ, ჩემ შემთხვევაში მე არავიზე არ ვარ დამოკიდებული, ჩემ თავზე ვარ მხოლოდ. მე ვარ თვით დასაქმებული, მაგრამ მე ხო ვზარალდებოდი იმ შემთხვევაში და ამიტომ ესე მქონდა და მაგის პრაქტიკაში დანერგვა სხვათა შორის დრო დამჭირდა, რომ აი ეს გამჯდარიყო ჩვევაში, რომ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ყველაზე აუცილებელია, პირველი ის უნდა გავაკეთო იმ დღეს. და მე კალენდართან ერთად ასევე ყოველდღიურადაც ვწერ. ანუ რა თქმა უნდა ეს მიზნებს როგორც გითხარით ყოველ თვის განმავლობაში და წლის განმავლობაში, მაგრამ ყოველდღიურადაც ამას აუცილებლად ვაკეთებ და ვცდილობ, რომ აი დღეში 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა გამოვყო. იმიტომ რომ ძალიან ბევრიც მე ესე ვთქვათ გადაწვას იწვევს. შეიძლება გააკეთო, მაგრამ გონებას აქვს ესეთი ქაოსის ან იმის განცდა აქვს, რომ შეუძლებელია ამის გაკეთება და ნაკლებ პროდუქტიული ხარ. უფრო მნიშვნელოვანია შეიძლება time management-ის ტექნიკები იცოდე გადასარევად, მაგრამ ენერგია არ გეყოს და არ იყო პროდუქტიული და ვერ გააკეთო და თუ პროდუქტიული ხარ ენერგიულად გრძნობ თავს, შეიძლება 1 საათში ძალიან ბევრი საქმე მოასწრო. ამიტომ მე თვითონ ესე მაქვს, რომ ეს 3 მნიშვნელოვანი საქმე მაქვს დღეში გამოყოფილი, ეს აუცილებელია დანარჩენზე თუ დრო და ენერგია მეყოფა. ესე მაქვს გამოყოფილი. და ისე ამას ყველა საქმიან და დაკავებულ ქალს ვეკითხები. შენი შვილებისგან არ გიგრძნია, რომ აი დედა გვაკლი ხარ? ჩვენ გვაქვს აღებული ესე კვირა დღე გვაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ კვირაში 1 დღე აუცილებლად არის შვილების და ეს კი, სხვადასხვა აქტივობებს გეგმა. ანუ ვცდილობ, რომ ეს ემოციურად ახლოს იყოს შენ შვილებთან. როგორ ახერხებ ამას? საუბრით პირველ რიგში კომუნიკაციით, გახსნილობით, როდესაც ეს საუბრები განსჯის გარეშე და ნამდვილად უსმენ. ჩემი აზრით შეიძლება ძალიან ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მოსმენა არის ყველაზე ჯადოსნური ინსტრუმენტი. იმიტომ რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ არა მხოლოდ შვილებს, ზოგადად ადამიანებს უსმენთ ძალიან ზედაპირულად
და ავტომატურ დონეზე და გვესმის იმის მიხედვით იმ მომენტში ჩვენ რას ვგრძნობთ, როგორ განწყობაზე ვართ და მოსმენა გამომდინარეობს თვითონ მსმენელიდან და არა მოსაუბრიდან. მაგრამ როდესაც ადამიანს ნამდვილად უსმენ, იგებ რა არის მისთვის მნიშვნელოვანი, ამას აქვს რა ვიცი ესეთი თერაპიული ეფექტიც კი. აი, შეგიძლია გაიხსენო შენ თვითონ, როდესაც ბოლოს ნამდვილად მოგისმინეს და ქონდა შეგრძნება, რომ გაიგო იმ ადამიანმა რა არის შენთვის მნიშვნელოვანი, რა იგრძენი. დღეს შენ მომისმინე. ეგ გამახსენდა. სანამ ჩავწერდით, ხო, საუბრობდით რაღაც თემებზე და ხო, ეს ჩვევაში მაქვს. ხო. უკვე გადასული, რომ ადამიანს კარგად მოусმინო. ანუ არა იმაზე იფიქრო, შენ რას უპასუხებ, შენ რას გრძნობ, ფოკუსი ამ დროს არ არის საკუთარ თავზე. იმ ადამიანზეა რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და როდესაც კონტექსტუალურად უსმენ მთლიანობაში პროცესს, რა თქმა უნდა, რაპორტის და დობის დონე გაცილებით იზრდება. იგივე მოქმედებს შვილებზე და სხვა ნებისმიერ ადამიანზე. ხო, თავს გრძნობ რაღაც ისეთად, რომ აი ვიღაცისთვის შენ ხარ საინტერესო და ვიღაცისთვის მნიშვნელოვანიც ხარ, ხო, რომ აი იმ ადამიანს აინტერესებს შენი რაღაც. და ყველაზე ხშირად ადამიანებს აი გვაკლია ეს, რომ გაგვიგონ ეს მოდეთ ჩვენი. ხო და გაგება სწორედ ეგ არის, კი არა რომ მე მესმის შენ, უბრალოდ მომისმენ, ანუ აი რომ მისმენ უკვე გრძნობ რომ მიგებ. აი საკმარისია. ზოგჯერ შეიძლება არც ეთანხმებოდი ადამიანს, მაგრამ როდესაც გესმის მისი, აი ეს არის რა თქმა უნდა. აი ეს არის ჩემთვის ჩახუტების ტოლფას. თერაპიული. ხო, აი ძალიან თერაპია, ჩახუტება ხო, როგორი თერაპიულია და ეგ არის ჩახუტების ტოლფასი და სიცოცხლეს ახანგრძლივებს ჩახუტება. ხო, ჩახუტება ახანგრძლივებს და ჩემი საყვარელი ფრაზაა, ნუ წაუკითხავ ადამიანს ლექციას, როცა მას მხოლოდ ჩახუტება ჭირდება. აი რა მხელა სიბრძნეა ამაში. ჩვენ ხო გვიყვარს, რომ ჭკუა დავარიგოთ რაღაცა. ამ დროს აი უბრალოდ მოусმინე. განსჯის გარეშე არ გქონდეს ეს წინასწარი შეფასებები, განწყობა და როდესაც იღებ ადამიანს და არ განიკითხავ, არ აფასებ, ის ადამიანიც აუცილებლად ამას გრძნობს და გიპასუხებს. აი ეგ არის ნამდვილი მეგობრობის ბაზისი. აი მეგობრები ხო არ განსჯიან ერთმანეთს, იღებენ ისეთად როგორებიც არიან. და ნუ მე ამ მეგობრობა შეგვიძლია განვავრცოთ ოჯახზე, მეუღლე, აი ესეთი უნდა იყოს დედასთან, თქვათ მამასთან ეს ურთიერთობები. ზუსტად ამაზეა დამყარებული, რომ არ განსაჯო. ეხლა რაც შეეხება შენს მოდი აუცილებლად უნდა გკითხო სტრესზე. იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვახსენეთ ჩვენ ამდენი როლი გაქვს, ამდენი საქმე გაქვს, ასეთი დაკავებული ხარ და თუ განიცდი ყოველდღიურად სტრესის ქვეშ ყოფნას. გააქვს ესეთი მომენტი? სტრესი ზოგადად გარდაუვალი ხო? სტრესი შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, ხო? ძალიან ძლიერი დადებითი ემოციებიც სტრესია, ხო? ეიფორიაში როდესაც ვარდები, ესე ვთქვათ, ლოგიკური აზროვნებაც კი გეთიშება, ხო? ადამიანს, ამიტომ ამბობენ, რომ არც ნეგატიური და არც პოზიტიური, ესეთ ძლიერი ემოციური მდგომარეობის დროს გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო, იმიტომ რომ ლოგიკური აზროვნება გასუსტებულია, ხო? დაკლებული აქვს, ესე ვთქვათ, გრადუსი. და რა თქმა უნდა, სტრესი გარდაუვალია, თუმცა უნდა იცოდეს სტრესთან გამკლავება და ცხოვრება და ჩემთვის აქ მნიშვნელოვანია ენერგიის შევსება. ანუ პირველ რიგში იდენტიფიცირება რომ მოხდეს, სკანირება ენერგეტიკული, სად კარგავ ენერგიას და სად იღებ ენერგიას, ეს უნდა იცოდეთ. ძირითადად ენერგია იკარგება ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობაში, როდესაც აი მუდმივად წუწუნებს ადამიანი, ნეგატიურ ინფორმაციას გიზიარებს, არ გისმენს და ასე შემდეგ. როცა ვერ იცავ შენ საზღვრებს, ეს რას ნიშნავს, როდესაც შენს მოთხოვნილებებს არ უსმენ და უსიტყვოდ ემორჩილების ხვებს, როდესაც არ აკეთებ იმას, რაც შენ სიამოვნებს და იგივე არ ცხოვრობ შენი ღირებულებებიდან გამომდინარე. უნდა იცოდე რით ივსებ ენერგიას. ჩემთვის ენერგიის შევსების წყაროა ჩემს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, ისეთ თემებზე საუბარი, რაც მაინტერესებს, წიგნების კითხვა, თეატრი, ოპერა, ერთგვარი მედიტაციასავით არის, ხო? თუმცა მედიტაციებსაც უსმენ ხოლმე, გიდირებული მედიტაციები ძალიან მიყვარს საღამოს. თავის მოვლა არ არის? კი, ესეც ერთგვარი რიტუალია, რა თქმა უნდა, თავის მოვლა. ხო, არის, ეხა ყოველდღიური.
ხო, გაცილებით უკეთესად გრძნობ თავს. ესეთ შემთხვევაში, როდესაც საკუთარ თავს დაუთმე დრო ელემენტარულად. აი ესეთი კვირაში ერთი დღე მაინც თუ გამოყოფ, რომ აი საკუთარ თავთან პაემანი და მე სხვადასხვა შეიძლება სხვადასხვა პროცედურა შეიძლება გააკეთო. ხო და ეხლა შენ ესთეტიკური კლინიკის დირექტორი ხარ და დამფუძნებელი ხარ და მაინტერესებს შენი მიდგომა. აი როგორია სილამაზის პროცედურებისადმი შენი მიდგომა? როგორ პროცედურებს იკეთებ შენ თვითონ? და რა აზრის ხარ ზოგადად აი ამ რაღაც ტრენდებზე, რაც ძალიან პოპულარულია დღეს? ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია პროცედურებთან ერთად სახლში მოვლის რიტუალიც და აი ჩემთვის კანის მოვლის რიტუალი არის ესეთი წმინდათა წმინდა. ძალიან დიდი ხანია, რა ვიცი, ალბათ სკოლის პერიოდიდან აუცილებლად ყოველდღიური გაწმენდა, დატენიანება, სახის კანის ტიპის და სეზონის მიხედვით ვარჩევ საცხებს. სკოლის პერიოდიდან? კაი, შენ ძალიან ადრე დაგიწყია. კი, ამ პერიოდიდან დამატენიანებელ კრემებს ვიყენებდი. მეც ასე ვიყავი, უბრალოდ ჩემი კანის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაღაც ზედმეტად მშრალი მქონდა და ხო, მე მაქვს უფრო კომბინირებული კანი და ვიყენებ ფლუიდებს, თხელ ფლუიდებს. დატენიანება, მაგრამ ცხიმის გარეშე, ესე იგი, ზეთოვანი სტრუქტურა არ უხდება ჩემკაც. რაც შეეხება პროცედურებს, ძალიან მომწონს პროცედურები, რომლებიც რეგენერაციისკენ არის მიმართული. ზოგადად ჩვენი ორგანიზმი დაპროგრამებულია რეგენერაციაზე და თავდაცვაზე და ძალიან ბევრი პროცედურა კოსმეტოლოგიაში ზუსტად ამ მექანიზმზე არის დაფუძნებული. და ეს პროცედურები მომწონს, რომელიც კანის სტრუქტურაზე მუშაობს, არა მხოლოდ თქვათ რაღაც კორექტივების შეტანაზე, არამედ სტრუქტურის გაუმჯობესებაზე. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მითი არის ხოლმე, რომ აი ცოტა გვიან უნდა დაიწყო რაღაც პროცედურების კეთება. სინამდვილეში აი თუნდაც თქვათ თუ კანი არ არის რესურსულ მდგომარეობაში, პლასტიკურმა ქირურგმაც შეიძლება ვერ გიშველოთ, ხო? იმიტომ რომ ის შეიძლება გადაჭიმოს კანი, მაგრამ სტრუქტურას ვერ გააუმჯობესებს, ხო? ძალიან კარგი ამისთვის პლაზმოთერაპია, რომელიც საკუთარი სისხლის პლაზმით კეთდება, ამას ეფუძნება ეს პროცედურა, როგორც სახეზე, ასევე თმას აჯანსაღებს, ზრდას აჩქარებს, სტრუქტურას აუმჯობესებს. ეგზოსომების პროცედურა შედარებით ახალია და მზა პრეპარატია. შემოდგომა ზამთრის პერიოდში ძალიან მიყვარს პილინგები, რომელიც ასევე კანის განახლებას უწყობს ხელს. აი წელს პირველად ჩავიტარე CO2 ლაზერით, ლაზერული პილინგი, რომელიც უფრო არის უფრო ძლიერი. არა მხოლოდ ლაქებისთვის, ზედაპირულ დონეზე მუშაობს სტრუქტურაზე და ასევე შინაგანათაც კოლაგენის სტიმულაციას უწყობს ხელს და კანის გამკვრევებას, შინაგანი ბზინვარება ასხივებს კანი. და ტანის პროცედურები? ტანის პროცედურებიდან შეიძლება ჩვენთან არის კავიტაცია, რომელიც გამკრივებას უზრუნველყოფს, ცელულიტის ცხიმის დაშლას, ხო, ასევე ხელით მასაჟიც კეთდება, როგორც სარელაქსაციო, ასევე სხვადასხვა დანიშნულებით, ლიმფოდრენაჟი და წონის კორექცია და ასე შემდეგ. კორექცია კი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან ეფექტურია, მაგრამ ადამიანის ცხოვრების სტილი, კვების და ძილის თანაფარდობა, როგორ ცხოვრობს და შინაგანი განწყობა, რა თქმა უნდა, პოზიტიური დამოკიდებულება, პოზიტიური განწყობა. და შენ წარმოიდგინე ეს ყველაფერი გაქვს შენთან სამსახურში და როგორ ახერხებ, რომ აი ყველაფერი არ გაიკეთო, ხო იცი? მე მაგალითად ასეთი ტიპი ვარ და ვიცი, რომ არ გავიკეთებდი ყველაფერს, ისედაც არ ვიკეთებ ახლა, როცა მაქვს შესაძლებლობა, მაგრამ ყველა ქალი ესე არ არის. აი შენ გაქვს ყველაფერი ხელის გულზე, მაგრამ როგორ უდგები? ბალანსი არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი და რა ვიცი, გემოვნების საკითხიც არის, რა მოგწონს, როგორ მოგწონს. მე როგორც გითხარი, უფრო მოვლის პროცედურები მომწონს. ხო. ვიდრე ვთქვათ რაღაცის შეცვლა. შეცვლა არ გიყვარს. გააჩნია, ანუ თუ გაწუხებს, შეგიძლია რომ შეცვალო. მთავარია რომ შენ თავთან ჰარმონიაში გრძნობდე თავს, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ძალიან საინტერესო იყო მაიკო, ესე იგი ამ ბიზნესში სილამაზის და ესთეტიკის, რომელიც კაცებით არის დომინირებული, ხო ასეა, რამე არასწორად ხო არ ვთქვი შესავალში. ზოგადად ბიზნესში და ისედაც დიდ ბიზნესში უფრო მეტი კაცების რაოდენობა ხო. უფრო მეტია. თუმცა ეხა სტატისტიკას ვკითხულობდი და ახალი კომპანიებში ყოველი მესამე არის ქალი დამფუძნებელი. გაიზარდა რაოდენობა, რა თქმა უნდა, კაცების რაოდენობა მეტია, თუმცა განსაკუთრებით მაღალი შემოსავლის მქონე ბიზნესში მაინც დომინანტები მამაკაცები არიან. თუმცა სილამაზის სფეროში ქალების რაოდენობა შედარებით მეტია. ხო. ისე შენი მეუღლე როგორ დაგიდგა გვერდში აი ამ შენს კარიერულ გზაზე? ჩემი მეუღლე ძალიან მეხმარება, თვითონ არის დერმატოლოგი. აჰა. და როგორც გითხარი დასაწყისში ჩვენი ერთობლივი საქმიანობა იყო კლინიკა კანი, სადაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით. და რა თქმა უნდა ეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი რო ზურგს მიმაგრებს, ესე ვთქვათ, გაცილებით მეტი კომფორტი და მხარდაჭერა, რომ ჩვენთანაც პროცედურები კეთდებოდეს ყველა სამედიცინო წესის დაცვით, მაქსიმალურად უსაფრთხოდ, სილამაზე ჯანმრთელობასთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ბევრმა ქალმა რაღაცები ჩაიჭირა ისეთი, რაც მათთვის სიახლე იყო, ან მათ აი ახლა ზუსტად ახლა ჭირდებოდათ. ასე რომ თუ მოგეწონათ ჩვენი საუბარი, მოიწონეთ ეს ვიდეოს ქვემოთ დააჭირეთ მოწონების ღილაკს და დაგვიტოვეთ თქვენი ფიქრები. მე ასე მივხვდები, რომ აი ასეთი სტილის ვიდეოები და ასეთი სტუმრები გაინტერესებთ, ეს თემები გაინტერესებთ, რადგან ჩემი მაყურებლების უმრავლესობა მაინც ქალები არიან და ქალებს მე მგონი ასეთი თემები აინტერესებს დღეს ძალიან აქტიურად. მადლობა კიდევ ერთხელ მაიკოს და მე ერთი კვირით ვემშვიდობები ჩემს მაყურებელს.